ხდება, იმიტომ რომ პოლიტიკური ლიდერები დიდი ნაწილი არის საპატიმროში, თანაფარდობა თუ ვთქვათ, ავიღებთ ამ თანაფარდობას, მართლაც ასე გამოდის, ეს რამდენიმე პატიმრობა იყო და კიდევ რამდენიმე იქნება, თუმცა ისინი უკვე პატიმრობაში არიან, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში, ერთი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იქცა ოპონენტების პოლიტიკური სივრციდან მინიმუმ რამდენიმე თვით გაწევის გზად. თუმცა მათ გზადაგზა სულ არ არის გამორიცხული, რაღაც ახალი საქმეები წამოეწიოს. მაგალითად, ოქროაშვილის შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ 2 წლის წინანდელი საქმე, რომელიც გაცოცხლდა, ვიდრე ის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო და გირაოს არ გადახდის გამო იყო პატიმრობაში და არის პატიმრობაში. აი როგორ უყურებთ მთელ ამ მოცემულობას, რომელშიც ვართ? საღამოშვიდობის, არავინ არ უარყოფს, რომ ძალიან მძიმეა მოცემულობა. იცით, აი შარშან მაგალითად, როდესაც ყველა საუბრობდით იმაზე, რომ ძალიან სწრაფი რეგრესით მიდიოდა, ვთქვათ, ქართული ოცნება დაღმართში, მაინც ვერავის ვერ წარმოედგინა ის, რომ წელს უკვე 7 ოპოზიციური ლიდერი იქნებოდა ციხეში. ანუ პრაქტიკულად ყველა მთავარი კოალიციის და პარტიის ლიდერი არის ციხეში და ვერც ვერავინ წარმოედგინდა, რომ ჩვენ გვეყოლებოდა დაახლოებით, რა ვიცი, ხა, ვთქვათ, ოპოზიციური პარტიების ლიდერი და 60-მდე პოლიტიკური პატიმარი და 2 პოლიტიკური პატიმარი ქალი. ანუ ერთი ჟურნალისტი და მეორე მასწავლებელი. ამიტომ მე ყოველთვის მჯეროდა ერთი რამ, რომ ეს რეჟიმი, რომელმაც 2022 წელს შეცვალა საგარეო პოლიტიკური კურსი და რიტორიკა, პრაქტიკულად მთლიანად მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, საუბრობდა ბალანსზე, ვთქვათ, გეოპოლიტიკურ ბალანსზე, მაინც რიტორიკა იყო ძალიან ანტიდასავლური და ეს ყველამ ძალიან კარგად შეამჩნია. 2022 წლიდან რეჟიმი მიდის, რა თქმა უნდა, რეგრესის მიმართულებით. გეოპოლიტიკური ბალანსისთვის ჩვენ არ გავაკრიტიკებდით ოცნებას, ბალანსი რაღაცნაირი, ეს ვთქვათ, ისეთი მძიმე მოცემულობა იყო იქ, რაღაც რიტორიკით ბალანსი შეიძლება აღქმულიყო როგორც სწორი სვლა, თუმცა მათ აირჩიეს ძალიან კრიტიკული და სალანძღავი ტონიც კი პარტნიორების მისამართით. პატარა ქვეყნისთვის, ხო, ანუ განსაკუთრებით ისეთი მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როგორც ჩვენ რომელშიც ჩვენ ვართ, ხო, ახლა იყო რეგიონში ომი, რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ძალიან მძიმე ისედაც გეოგრაფიული, ვთქვათ, ლოკაცია გვაქვს, ახლა რა თქმა უნდა, ბალანსის პოლიტიკა ყოველთვის შესაძლებელია, როდესაც ქვეყანას ყავს ძალიან ესეთი ზრდასრული, პროდასავლური, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება. მაგრამ 2022 წელს უკვე იყო ფაქტი, ხა რომ შეფასებებში რო აღარ წავიდეთ, ვთქვათ, სიღრმისეულად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეგვიფასებია მეც და თქვენს, ხავტონდიანა და ბევრ ადამიანს, რომ ეს ხელისუფლება რუსული კანონის მიღების შემდეგ რაღაცნაირად დაღმართში ტოტალიტარიზმის გზას დაადგა, ხო? ანუ იყო კამათი, ვთქვათ, არის ნამდვილი დიქტატურა, თუ არ არის დიქტატურა, ჰიბრიდული დემოკრატია, თუ არ არის ჰიბრიდული დემოკრატია, კორუფცია, კლეპტოკრატია, როგორი რეჟიმია, პრორუსულია, მაგრამ ეხლა უკვე ყველაფერი ძალიან კარგად გაიგო, ჩვენ გვაქვს კლეპტოკრატიული ოლიგარქია, პრორუსული გავლენების გაძლიერება ქვეყანაში და ყველაზე უფრო მძიმე რაც არის ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენთვის უმძიმესი ეკონომიკური ვითარება, ძალიან მძიმე ვითარება ადამიანის უფლებების მიმართულებით, ოპოზიცია პრაქტიკულად, რა ვიცი, ყველა ციხეშია, ესეთი რამ საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ ყოფილა და არასდროს არ ყოფილა და მედიას ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. ეხლა მაგალითად გუშინ საღამოს შეხვედრაზე საუბრობდით სასამართლოში რო აკრძალეს, ხო? ანუ გადაღება და ფოტოგადაღება მთლიანად. ანუ რატო აკრძალეს, იცით? ანუ ყველა რაღაცა მგრძნობიარე ელემენტს უყურებენ. რატო აკრძალეს და გახსოვთ ალბათ, როდესაც მათე დევიძის პროცესი იყო, ახალგაზრდა გადასარავი ადამიანი, რომელიც ესე
გაუშვეს ციხეში არაფრის გამო, მისი სიტყვები, ხო, ანუ მივდივარ, თქვა სინათლისაძიებლად, ძალიან სერიოზულად, ემოციურად ბევრ ადამიანს მოხვდა გულზე და უცებ რაღაცნაირად წამოვიდა ის მუხტი, რომელიც განმოვიდა შემდეგ ქუჩაში, ხო? ბოლო პერიოდში ყველაზე ხალხმრავალი, თქვა ეს ქუჩის ყოველ საღამოს აქცია, ეს იყო მათეს დევიზის ყველაზე მგნობიარე, იმიტომ რეჟიმი ყველაზე კარგად ეხლა ჩანს სასამართლო დარბაზში. ანუ მაგალითად მოსამართლე, რომელიც მათეს უსჯის, თქვათ, არაფრის გამო ამდენ წელს და 21 წლის ადამიანი გაწირეს ციხისთვის. ანუ ქალი პატიმარი, რომელიც 1, 2, თქვათ, მზეაში ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნინო დათაშვილი, რომელიც არაფრის გამო დააკავეს, ჩვენი, თქვათ, ახალგაზრდები, რა ვიცი, სტუდენტები, ყველა, ანუ ეს რეჟიმის, თქვათ, ეს რაღაც აისბერგი ხო არის და ეს მწვერვალი ყველაზე უფრო მახინჯი და ყველაზე უფრო საინფორმაციო თვალსაზრისით მათთვის დამაზიანებელი არის სწორედ სასამართლოში. ანუ ეხლა იფიქრეს, რომ თქვა რაღაცა მუხტი გადმოდის სასამართლოდან, შეიძლება ადამიანები გაბრაზდნენ და ესეც კი ჩაუკეტეს მედიას. ხო, არა, მედიას არა, უბრალოდ ჩაუკეტეს адамიანებს და მე შეიძლება თქვა ან ნებისმიერი თქვენ ან ნებისმიერი ადამიანები ისედან გამოვა რაღაც დაშტამპული რამდენიმე კადრი, რომელიც მხოლოდ გადაწყვეტილების შესახებ შეგვიქმნის წარმოდგენას, ანუ ეს ემოციები, ვთქვათ, იქ გარემო განწყობა, სულისკვეთება, იქ დერეფნებშიც ემოციური ფონი. ეს კარწინკა, როგორც იტყვიან, ეს სურათი. მე მგონია, რომ საინფორმაციო, გუშინაც ბევრი ადამიანი ამაზე საუბრობდა, სხვა შორის პროტესტზე საღამოს რუსთაველზე საუბრობდით ამაზე, რომ მე მგონია, რომ ნამდვილად წააგეს, ანუ ესე ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, პროპაგანდისტული ომი სასამართლოდან. იმიტომ სასამართლოდან ჩვენი ბრწყინვალე ჟურნალისტების, ფოტოგრაფების და ვთქვათ, ყველა იმ ადამიანისგან, ვინც სასამართლოებს ესწრება, გამოდის ის სიმახინჯე, ამაზრზენის სიმახინჯე, რომელსაც არაფერი საერთო თქვათ სასამართლოსთან არ აქვს. ამიტომ მიიღეს ეს კანონი. გუშინაც ასევე მიიღეს კანონი, რომ შემთხვევით არ არის არც ერთი კანონი და ის არის გამოძახილი რაღაც რეალობის, რომელიც მათ არ მოსწონთ ისეთი, როგორიც არის. არა, ეს არის დიქტატურის სარკე. იმიტომ რომ რატო საუბრობ ამაზე, რომ ჩვენ აღარ გაგვიჩნდეს კითხვის ნიშნები, როდესაც მაგალითად ჩვენ იღებ კანონ პროექტს და კანონი უნდა მიიღო ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, ხო? ანუ არალეგიტიმურ პარლამენტში, რაც გულისხმობს, რომ მე ხლა აქ რასაც ვამბობ, საჯარო სივრცეში შეიძლება, ვთქვათ, შეურაცხყოფად ჩამეთვალოს რა ვიცი, რომელიმე, ვთქვათ, ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლებზე კრიტიკა და ვიცით ხო, საჯარო სივრცეში განმოიტანეს, ვთქვათ, და შინაარსობრივი კრიტიკა, ვთქვათ, გამოშიგნეს შინაარსი და საჯარო სივრცეშია სოციალურ ქსელებში თუ თქვენთან თუ არ ვიცი, ნებისმიერ, ვთქვათ, არ ვიცი, მოთხრობა წიგნი, რა ვიცი, ლექსი, რაღაც რო დაიწერება, არ ვიცი, შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა იჩივლოს და შემდეგ მტკიცების წვირთი მე მექნება ვამტკიცო იმაზე, რომ ვთქვათ, ეს რა თქვა ქართული ოცნების დეპუტატზე ან ეგრეთ წოდებულ დეპუტატზე თქვით რამე ან თქვენ ან მე ხო ანუ ეს ყველაფერი თქვა რაღაცა თანმიმდევრობა ლოგიკური ჯაჭვი არის იმის რომ ჩვენ აღარ ვართ რაღაცა ცოტა უფრო თქვა სასწორის მდგომარეობაში როდესაც პინაზე შეიძლება დაიდოს ან თქვა რაღაც პატიმრები ან რაღაცაზე ივაჭროს ბიძინა ივანიშვილმა ან თქვა რაღაცა ეხლა ცოტა ოდნა უკან დაიხევს ან უკან შემოვა რომ ივაჭროს ნახეთ ამისთვის უნდა არსებობდეს შუამავალი მომლაპარაკებელი ინსტიტუცია არ ვიცი სადაც ეს შეიძლება ეს პროცესი გაიმართოს ეხლა ვინმე გეგულებათ ადამიანი რომელიც ჩაერთვება რაღაც ტიპის არ ვიცი პოლიტიკური კონსულტაციების დაწყებას უზრუნველყოფს და ვისთანაც შეძლებს მაგალითად ვაჭრობას და შედეგად აი ამ პატიმრების გათავისუფლებას ამ პროცესს სადმე ხედავ აი მე ზუსტად ეგ მინდოდა მე თქვა რომ ანუ მე საერთოდ არ მგონია რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმეზე უკან დახევას აპირებს მე ესე ვუყურებ შეიძლება ვწდები თუ აქამდე ყოველდღიურ პატიმრობას აღვიქვამდით რაღაცნაირად რომ შემდეგ რაღაც აქამდე ასე ყოფილა ყველა პატიმარი რაღაც პროცესის შედეგად გაუშვია პოლიტიკური პროცესი არსებობდა მეტწილად ხო თქვა მაგრამ მე ესე უყურებ რომ ეხლა კი ბოლო ამოცემულობაში ვართ მე მგონი აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა ჩემი მოსაზრებით მოცემულობაა როდესაც ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს რომ თქვათ პოლიტიკური ველი მოასუფთავოს მაგრამ გარდა ამისა მას გადაწყვეტილი აქვს რომ საბოლოოდ
რაღაცნაირად საქართველოს გაიფორმოს საკუთარ სამფლობელოდ. ანუ მისთვის მან გადაწყვიტა რომ აქ უნდა ცხოვრება, ეს არის მისი თქვათ რაღაცა საგვარეულო, არ ვიცი, რაღაცნაირად კარმიდამო და სახელმწიფოებრივი აზროვნების მიღმა მან გადაწყვიტა რომ ყველაფრის უფლება აქვს. ხო, აი მათ შორის თქვათ 7 თუ 8 პოლიტიკოსის დაკავების, ადამიანების დაჭერის და ასე შემდეგ. ეხლა ეს როგორ შეიძლება ჩვენ ამას რაღაცნაირად თქვათ მოვერიოთ, გავუმკლავდეთ და უფრო მეტიც რაღაცნაირად რეჟიმი დავასუსტოთ. ხო, ეხლა ეს არის ჩვენი მთავარი ერთ-ერთი საკითხავი, თქვათ, კითხვა, რომელიც თქვენ უნდა დამისვათ, ყველა ადამიანს აინტერესებს და მეც ამაზე პასუხი უნდა გავცე. პირველი ყოველგვარია მართლა თქვენი ჩვენ საუბრობდით, სანამ შემოვიდოდი, ყოველგვარი ყალბი მოლოდინების და ყალბი რაღაც პათოსის გარეშე, პირველი რაც მიმაჩნია ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად, ეს არის საერთაშორისო და საგარეო ზეწოლა, რომელიც ჯერჯერობით არ არის საკმარისი. აი პირდაპირ რომ გითხრათ, ქაუტონდიან, ანუ საგარეო ზეწოლა, რომელზეც ჩვენ მუშაობთ, მუშაობთ რაღაც ტიპის ამ ხრივ, ეს თქვათ, გარედან არის რაღაც ტიპის გამოხმაურებები. თუ აქამდე არ იყო ეს საკმარისი, შანსია რომ ეს გაიზარდოს, თუ პირიქით ჩათვალონ, რომ თქვათ არაფერი არ ხდება იქ და სტატუს კვოს შევეჩვიოთ, მივიღოთ, რომ თქვათ ვაღიაროთ ოცნება და არა, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ სწორედ ეს მინდოდა მეთქვა, რომ პირველი ეს არის საერთაშორისო ზეწოლა. სანქციების კუთხით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სანქციები, მათ შორის ევროკავშირში არის კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ბერკეტები და მექანიზმები არსებობდეს, რაც მოგცემს საშუალებას ჩვენ რომ დავინახოთ ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლებზე, კონკრეტულ პირებზე გარკვეული სანქციები, მიუხედავად იმისა, დაბლოკავენ თუ არ დაბლოკავენ ზოგიერთი ქვეყნები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული ტურბულენტური ვითარება იყო, თქვათ, ირანთან, უკრაინასთან მიმართებაში, ასევე მოდის მკვეთრი სიგნალები, რომ საქართველოს განსაკუთრებით ეხლა ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენი გეოპოლიტიკური ლოკაცია მართლაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შეიძლება დამატებით, ასე ვთქვათ, დაინტერესებაზე ისევ ოცნებას დაელაპარაკები, თქვენ რატომ დაგელაპარაკეთ? არა, გეტყვით, დაინტერესებაზე რომ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის რომელიღაც რანგი ჩამოსული, მას ჰქონდა შეხვედრა მაკაბოჭორიშვილთან. არა, ეს იყო ინფორმაციის შეგროვება, მე ვიცი ამ შეხვედრის შესახებ და ამიტომ ეს არ არის დაუშვათ ის, რომ თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების რეჟიმი არის მათი, თქვათ, საპირისპირო მხარე, ხო, არა, არავითარ შემთხვევაში. ანუ საქართველოს დემოკრატიული, ამერიკული ინვესტიციებით, დასავლური ინვესტიციებით, პროდასალური პოლიტიკით, პროდასალური ხელისუფლებით და იმ ადამიანებით, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და არ არიან ანტიმედასავლეთეები და ევროსკეპტიკოსები და მით უმეტეს რეჟიმს არ წარმოადგენენ და ადამიანის უფლებების კონტექსტში და სასამართლოს და საკუთრების დაცვის კონტექსტში არიან, თქვათ, სერიოზული, თქვათ, სახელმწიფო, ესეთი სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. მაგრამ სახელმწიფო, რომელსაც მართავს რუსი ოლიგარქი, კლეპტოკრატი, კორუფციაზე დაფუძნებული, არ ვიცი, რაღაცა წარმოუდგენლად მძიმე ჭაობის ესეთი სისტემა, სადაც ყველა ფულს აკეთებს, ხო, აი კულტურის მინისტრი, არ ვიცი, რაღაცა ჩანთების ისტორიიდან, შიგნით რაღაც ჩანთების ისტორიიდან და დასაუბრები და ამბობენ, რომ აი რაღაცნაირად კორუფციისგან გავწმენთ და აი ჩვენს შიგნით და ეგ მიქაუტაძის საქმე როგორც. ხო, ეს ღარიბაშვილის კადრები ვინც არის, იმ ღარიბაშვილის კადრებს დაერევიან, შემდეგ რა ვიცი, ვიღაცას მოუბრუნდებიან, ეს ხო არ არის რეალურად კორუფციასთან ბრძოლა და ზოგადად ასეთი კლეპტოკრატიული რეჟიმების მთავარი დამახასიათებელი ფაქტორა არის ის, რომ რა ვიცი, კორუფციაზე დგას. ანუ ფული, შავი ფული, რომელიც მიდის კონკრეტული ადამიანების ჯიბეში. ხო, ეს რაღაცა ქსელია, ხო? ანუ ესეთი სისტემაა, რომელშიც ჩაბმული ყავს კონკრეტული ადამიანები და მთელი პატარ-პატარა სისტემები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ესეთი ამ რეჟიმის არსებობა საქართველოში ძალიან სერიოზული საფრთხეა, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მთლიანად დასავლეთისთვის, ეს ერთი. ამიტომ ზოგადად სანქციებით ბრიტანეთშიც ძალიან მნიშვნელოვანი დაინტერესებაა. რა თქმა უნდა, გაიზრდება ზეწოლა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მე არ ვამბობ, რომ საკმარისია ეს ზეწოლა, მაგრამ ზეწოლა უნდა იყოს და გაცილებით უფრო ფართო, მათ შორის ფინანსურ სანქციებზე გვაქვს ჩვენ საუბარი და ასევე
პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კომუნიკაცია პარტნიორებთან, რომელიც განსაკუთრებით კიდევ ახალი ოპოზიციური ლიდერების დაკავების შემდეგ მოხდა, ეს არის წარმოუდგენლად მძიმე შეფასებები ქართული ოცნების რეჟიმის მიმართ. ეხლა არც ერთ ქვეყანაში, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ ვიცი, რა ვიცი, ძალიან მძიმე ერთი ბელორუსი მახსენდება და რუსეთში, ხა რუსეთიდან ძალიან ბევრი გაიქცა, ხო, ანუ ესეთი რეჟიმის. არ დაუკავებიათ არაფრის გამო ამდენი, თქვათ, ოპოზიციონერი პარტიის ლიდერი. ამიტომ ეს კომუნიკაცია არსებობს და ეს კომუნიკაცია იქნება ძალიან სერიოზულად გადათარგმნილი ზეწოლაში და ამაზე და ამაზე ჩვენ მუშაობთ. მეორე რაც ლიდერების დაკავება გამოიწვევს, იმიტომ რომ აი ნახეთ რას გეკითხებით, ხათია, როდესაც პროტესტი იყო პიკში, დუღილის ტემპერატურა იყო ძალიან მაღალი, რაოდენობრივადაც ეს იყო უფრო მასშტაბური და ხელისუფლების წიაღში, ვთქვათ, იქ ელჩების გადადგომის რაღაც რღვევის ნიშნები იყო. იმ პერიოდში არ ყოფილა, ვთქვათ, გარედან ის, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, რა, უფრო მეტი სანქცია, უფრო მეტი ზეწოლა და ასე შემდეგ და ახლა თქო რის გამო შეიძლება, ანუ ხომ არ ფიქრობთ, რომ ისინიც შეხედავენ ამ პროცესს, რომ რაღაც რუტინაში გადაიქცა აქ პოლიტიკური კრიზისი და სტატუს კვოსთან შეჩვევის გზას დაადგებიან. არა, ნახეთ, ქალტონდიანა, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი. ამას აღიარებს ყველა. ეს არის ძალიან მძიმე რეგრესი და დიქტატურისკენ სწრაფმავალი სახელმწიფო, რომელსაც უბრალოდ კიდევ ვიმეორებ რაღაცა აი 10 თვის წერტილამდე სადმე რო სადღაც შეიძლება მივიდეს, ვეღარ მივა, იმიტომ რომ ესეთი 10 თვის წერტილი ან თქვა საბოლოო წერტილი აღარ არსებობს, ხო? ამიტომ ამას არავინ არ უყურებს როგორც პოლიტიკურ კრიზისს, ამას უყურებენ როგორც ძალიან სერიოზულ პრობლემას და მათ შორის პრობლემას რეგიონისთვის, იმიტომ რომ ავტოკრატიული ქვეყანა საქართველოს როგორც ავტოკრატია და საქართველოში ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც რუსეთის გავლენებს და თქვათ რაღაცნაირად არადემოკრატიული და არადასავლური გავლენების გაძლიერებით არის დაკავებული, ეს არის პრობლემა ყველასთვის, მთელი დასავლეთისთვის. ამიტომ მე არ ვუარყოფ იმას, რომ რაღაცა სანქციების ნელი ტემპით მოდიოდა, იმიტომ რომ ამას ხო ჯერ რუტინა, მერე ბიუროკრატია, შემდეგ თქვენ მართალი ხართ რაღაცა ვიღაცა თქვათ ამბობს რომ რაღაცა თქვათ მოდი ახლა ამის დრო არ არის, მე საერთაშორისო თქვათ წესრიგზე ვამბობ, ვიღაცა თქვათ უკრაინა, შემდეგ რაღაც თქვათ ირანი შემოვიდა, ხო? ანუ ეს ყველაფერი არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ამაზე ვსაუბრობ, არსებობს ასევე საქართველოს საკითხი და არა დადებით კონტექსტში, ხო? ანუ საქართველოს საკითხზე ჩვენ როდესაც გვაქვს კომუნიკაცია ლიდერებთან სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენს პარტნიორებთან, პირველი რაც არის, ის არის, რომ თქვათ ადამიანის უფლებების კონტექსტში უმძიმესი ვითარება, რუსული გავლენები იზრდება, კორუფცია იზრდება, პოლიტიკური ლიდერები დაკავებულები არიან, ჟურნალისტი ხალი დაკავებულია, კანონმდებლობა და კანონმდებლობა მედია საფრთხის ქვეშ არის და სამოქალაქო საზოგადოება არის საფრთხის ქვეშ. ეხლა მე სულ არ გამიკვირდება მაგალითად, რომ ამ კომისიაზე ან თქვათ ისე ზოგადად პროკურატურაში ან ანტიკორუფციულში დაიწყონ არასამთავრობო სექტორის თქვათ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დირექტორების დაბარება, ხო? ანუ ეს სულ არ გამიკვირდება და ისევ როგორც არ გამიკვირდება, რომ თქვათ გააგრძელონ დაბარება ამ კომისიაზე. ჩემი სხვისი არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ერთი რაც გავაგრძელოთ პირველი თქვით საერთაშორისო კონტექსტი და როგორც გითხარით, კი, ეს გაგრძელდება აუცილებლად და მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი შიდა კონტექსტი, ხო? შიდა კონტექსტში ხა ძალიან მოკლედ რომ თქვა, არ მინდა გაცვეთილი სიტყვების ხმარება არც ერთიანობის ან კონსოლიდაციის, მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ერთი საერთო იდეა და რაღაცნაირად თქვათ ოპოზიციური, არაოპოზიციური სამოქალაქო სექტორის, ზოგადად ყველა აქტიური ადამიანების ერთ კონტექსტში ვთქვათ, ერთ სიბრტყეში რაღაცა დგომა თუ არ იქნება ძალიან ძლიერად, გაგვიჭირდება ძალიან ამ სიტუაციის გადატეხვა. მადლობა ხატია დეკანოიძეს, რეკლამის შემდეგ